მოგესალმებით. მინდა მოგახსენოთ ჩვენი მორიგი წინააღმდეგობის პლატფორმის შეხვედრის შესახებ და მთავარი საკითხები, რაც ჩვენ განვიხილეთ. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ თქვენ და საზოგადოებას ჩემ მოგზაურობის შესახებ, იცით რომ მე ვიყავი ერთის მხრივ საფრანგეთში და მეორეს მხრივ ჩეხეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში. ეს ამ ორივე ადგილას მე ვიყავი როგორც სწორედ ამ წინააღმდეგობის პლატფორმის წარმომადგენელი. მე შეხვედრებზე სწორედ გავაცანი ეს ახალი პლატფორმა და როგორ აპირებდა ეს პლატფორმა მუშაობას. თქვენ თვითონ ნახეთ ალბათ კადრები ორივე შეხვედრებიდან, ერთი საფრანგეთში, სადაც ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო გამოხატული საზოგადოებისგან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იყო საზოგადოებრივი დიდი ფორუმი დემოკრატიის დაცვის მიზნით, სადაც საქართველოს საკითხის მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ ჩვენ ევროპულ გზაზე და სწორედ ამ დემოკრატიული პრინციპების დაცვაზე, რომელიც დღეს არის აბუჩად აგდებული დღევანდელ ქართული ოცნების მიერ. ჩეხეთში სენატის წინაშე წარვადგინე ასევე ჩვენი საკითხი, დღევანდელი მდგომარეობა, აქაც ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნა გამოხატული, თქვენ თვითონ ნახეთ ფეხზე დამდგარი სენატორები, რომლებიც ფეხზე დადგომით მიესალმენ 9 აპრილის მსხვერპლის ხსოვნას და ყველა იმ ადამიანის, ყველა იმ მებრძოლესი, რომელიც დაიღუპა სწორედ რუსეთთან საბჭოთა ძალასთან ბრძოლაში და იმათ არ ეშლებათ ვინ იყო როდიონოვი, რას წარმოადგენდა და ძალიან კარგად იციან ფასი იმ ადამიანების, რომლებიც იცავდნენ თავისუფლებას და დემოკრატიას რუსული სასტიკ ჯარების წინააღმდეგ. და ის რომ ჩვენთან ვიღაცას ეს ეშლება და შეუძლია ენა უბრუნდება და შეუძლია რომ შეადაროს როდონოვი და ის ჯარისკაცები, რომლებიც ხოცავდნენ ახალგაზრდებს ჩვენ დღევანდელ ახალგაზრდებთან, ეს ჩემთვის პირადად არის წარმოუდგენელი და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის არის წარმოუდგენელი. აქედან გამომდინარე, რაც ეხლა ვახსენე, პირველი მაგალითები, ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი დღე საერთაშორისო მხარდაჭერა უფრო და უფრო რეალური ხდება და აქტიური. ჩვენ ვნახეთ თუნდაც ამ ერთ კვირაში ძალიან ბევრი გამოვლენა. პირველ რიგში იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნა 10 აპრილს. ეხლა მე მთლიანად არ გავივლი ყველა ამის პუნქტებს, მაგრამ აღნიშნავ მხოლოდ იმას, რომ თვითონ რეზოლუცია აღნიშნავს, რომ არ არის პროგრესი იამბრის რეზოლუციასთან მიმართებით, ვითარება საქართველოში კიდევ უფრო გაუარესდა და ისიც აღნიშნეს, რომ განხორციელებული არანაირი ძალისხმევა ახალი დემოკრატიული არჩევნებისთვის სამართლიანი პირობების შესაქმნელად არ იქნა მიღებული. და უწევს რეკომენდაციას, ეს მნიშვნელოვანი არის, რომ ჩამოვიდეს ევროსაბჭოს წამების კომიტეტის ვიზიტი გაიმართოს საქართველოში. და ზოგადად ცხადი არის, ეს არის ყველა იმ რეპრესიული ზომების, რაც მიღებული არის, იმისი დაგმობა. ჩეხეთის სენატის რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნა ჩემ წინ და უნდა აღნიშნო ის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ არც ერთი ხმა წინააღმდეგი არ ყოფილა. ანუ უმრავლესობით, არა მხოლოდ უმრავლესობით, კონსენსუსით იქნა მიღებული ეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ახალ საპარლამენტო არჩევნებისკენ, რაც ერთადერთი გამოსავალია მძიმე კონსტიტუციური კრიზისიდან, კითხვის ქვეშ აყენებს ლეგიტიმურობას დღევანდელი ხელისუფლების ყველა შტოების
და იხილავს და მოუწოდებს მთავრობას სანქციების გავრცელებისკენ მათზე, ვინც მონაწილეობენ რეპრესიებს ან ხელს უწყობენ ქართული ოცნების მთავრობის მიერ სახელმწიფო მიტაცებას. ეს არის ის სიტყვები, რაც გამოყენებული იქნა. ამავე დროს 9 აპრილს შეიკრიბა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს განხილვის საკითხზე და იქაც იქნა მოთხოვნილი ახალი საპარლამენტო არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. ეს ორი თემა ცხადია ჩემ ყველა შეხვედრაზე, ასევე როცა ვიყავი ეხლახან საფრანგეთში და ჩეხეთში, იქნა ჩემი მთავარი თემები. გერმანიის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ აქამდე სანამ კოალიცია არ იყო შექმნილი, გერმანია დიდად ვერ აქტიურობდა ამ ჩვენ საკითხზე. ეხლა შეიქმნა ახალი კოალიცია და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ კოალიციის შეთანხმების ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს პროცესი, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეიძლება მხოლოდ აღდგეს, როცა ყველა ეჭვები იმის შესახებ, თუ რამდენად ეყრდნობა საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს უკვე იქნება გაქარწყლებული. ჩვენ ვართ და ვდგევართ პროევროპული ძალებთან და ძალების გვერდში. ასე არის ნახსენები ახალ კოალიციის ერთიან ტექსტში. ეს იმას გვიჩვენებს, ყველა ეს სხვადასხვა განცხადებები და მე დაუბრუნდები სანქციების თემას, რაც ეხლა იქნა მიღებული დიდი ბრიტანეთის მიერ. ეს ყველაფერი გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად ტყვილი განცხადებები იქნა წამოდგენილი გუშინ პრემიერის მიერ, როცა ამბობს და ეს ხდება, რომ დაარწმუნოს საზოგადოება, რომელიც რჩება მთლიანობაში ევროპული ინტეგრაციის მომხრე, ყველა გამოკითხვები ამას აჩვენებს და ცდილობს პრემიერი ტყუილებით, რომ დააჯეროს ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი, რომელიც მეტნაკლებად ემხრობა ქართულ ოცნებას, რომ თვითონაც ამზადებენ ამ ევროპულ გზას, მაგრამ ყველა განცხადება, რაც ჩვენი ევროპელი პარტნიორებიდან არის გაკეთებული ამ დღეებში, ან წინა პერიოდში, ყველა ეს განცხადება ერთ და მხოლოდ ერთ რამეს გვიჩვენებს, ეს არის ის, რომ ევროპული გზა საქართველოსი არის დამოკიდებული იმაზე, რომ ჩვენ და პირველ რიგში ქართული ოცნება, რომელსაც გააჩნია ეს ბერკეტები, დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, რეპრესიები გააჩეროს, პატიმრები გამოუშვას, არჩევნები დანიშნოს. აი ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ არ შეჩერდეს და არ შეჯერდეს დიდი ხნით საქართველოს გზა ევროპისკენ. სხვანაირად ვერავინ ვერ წაიყვანს, ეს ტყუილია, ვერ წაიყვანს საქართველო ევროპის გზაზე. და რჩებით ამ დროს იზოლაციაში, სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რჩებით ერთი ერთზე იმ ჩვენ ისტორიულ მტერთან, როდიონოვებთან დაუცველები, იმიტომ რომ დაცულობა მხოლოდ და მხოლოდ არის ჩვენ პარტნიორებთან ერთად, როცა ჩვენ ვიცით, რომ მხარდაჭერა გვაქვს მათი, ყურადღება გვაქვს მათი და არა ვართ მარტო ამ რეგიონში. მინდა კიდევ ერთ რამეს შევეხო, ეს არის სანქციები, რაც მიღებული იქნა 10 აპრილს დიდი ბრიტანეთის მიერ და რომელმაც ძალიან აღელვა სწორედ ქართული ოცნება გასაგებად, იმიტომ რომ ბრიტანეთი არის ის ქვეყანა, სადაც ძალიან დიდი ნაწილი თავიანთი აქტივების აქვთ ბევრ მაღალჩინოსნებს შენახული და ამიტომ ბრიტანეთის ასეთი გააქტიურება სანქციების კუთხით მათთვის არის ნამდვილად საგანგაშო და ვიცით ასევე, რომ ბრიტანეთის ოფშორული კუნძულებიდან გადმოიტანა ცოტა ხნის წინ ბატონმა ივანიშვილმა თავისი აქტივები
9 მილიარდი დოლარის ოდენობით, ნახატები და ასე შემდეგ. ანუ ეს იმას გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებები და თუნდაც ის, რომ ამჯერად ეს გადაწყვეტილებები ეხება მაღალჩინოსნებს, მოწამართლეებს, პროკურორებს, გამომძიებელს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ეს არის უშუალოდ ის პირები, რომლებიც არიან პასუხისგებელი რეპრესიების იმპლემენტაციაზე და მე მინდა პირადად მივმართო მათ მოსამართლეებს, ყველა ვინც არის ჩართული საჯარო მოხელები, ვინც არის ჩართული ამ რეპრესიებში სხვადასხვა კუთხით და მივმართო მათ და უთხრა, რომ თქვენ შეგიძლიათ კიდევ გონზე მოხვიდეთ და არ იყოთ მონაწილე, არ შეხვიდეთ ამ რეჟიმთან ასეთ ტიპის თანამშრომლობაში, რამე თუ არა მხოლოდ ეს სანქციები შეიძლება თქვენს დაგეწიოთ, არამედ თქვენ მორალურად იქნებით ჩვენ საზოგადოების წინაშე პასუხისგებელი ამაზე და ჩვენი მხრიდან, ანუ ამ წინააღმდეგობის პლატფორმის მხრიდან არ არის არანაირი სურვილი მომავალში რამე შურისძიების, იმიტომ შურისძიებები ამ ქვეყანაში საკმარისად ვნახეთ და ვხედავთ დღესაც. მაგრამ ეს მორალური პასუხისგებლობა, როცა საზოგადოებას თვალებში ჩახედავ ხვალ, ზეგ, მაზეგ, ეს არის ძალიან რთული ჩასატარებელი. და კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ქართული ქარტია, იქ არანაირი შურისძიების ზომები არ არის გათვალისწინებული. გათვალისწინებულია ყველა ამ რუსული კანონის, ყველა ამ რეპრესიული კანონის გაუქმება, რაც მიღებული იქნა და რაც ახლა ყოველდღიურად მიღებული არის, ამ კანონების გაუქმება და შემდგომ უკვე სასამართლოზე მუშაობა, რადგანაც ამ ქვეყანას ბოლოს და ბოლოს უნდა ეღირსოს ნამდვილი სამართლიანი სასამართლო. მე მგონი, რომ დღევანდელი ჩვენი გეგმა, ჩვენი მუშაობის მთავარი საკითხები ამოვწურე. ერთი მინდა ასევე გითხრათ, რომ ჩვენ ვიწყებთ ასევე მუშაობას სხვადასხვა საზოგადოებრივ დიდ სეგმენტებთან, მათ შორის საჯარო მოხელეებთან, ის საჯარო მოხელეები, რომელიც მასიურად ახლა არიან დათხოვნილი და შეგატყობინებთ შემდეგ დღეებში, როდის გვექნება სხვადასხვა შეხვედრები ამ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებთან. ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.